გამარჯობათ მეგობრებო. ეს ჩვენი მარათონის უკვე მე-7 დღეა და ამ შემთხვევაში კონკრეტულად იმ ადამიანებზე ვისაუბრებ, ვინც ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ საქმიანობებს ეწევა როგორც ფრილანსერი. ბევრი ჩვენგანისთვის ფრილანსერობა თავისუფლებაა, მაგრამ თუ გარემო არ გაქვს სწორად მოწყობილი, ძალიან სწრაფად შეიძლება მიხვიდე გადაღლასა და მოტივაციის დაკარგვამდე. პირველ რიგში მსურს ვისაუბრო სამუშაო სივრცის შექმნაზე. რატომ ყავს ბევრი ჩვენგანს წარმოუდგენია, რომ თუ მუშაობ სახლიდან გაუსვლელად, საკუთარ საქმიანობას ეწევი საწოლიდან და პიჟამაში გამოწყობილი. სინამდვილეში კი თუ გსურს მუდმივად დარჩე მოტივირებული და ჩართული საკუთარ საქმიანობაში, უნდა შექმნა ისეთ სივრცე სახლშიც კი, რაც მუშაობისთვის მობილიზებულს გაგხდის და იმის შესაბამის განწყობაზე დაგაყენებს, რომ რაიმე შექმნა. აქ თუ საკუთარ გრაფიკს სრულიად შენადგენ, დააკვირდ დღის რომელ მონაკვეთში ხარ ყველაზე ენერგიული და აქტიური. სწორედ ამ მომენტში იმუშავე რაიმე ახალზე და კრეატიულზე. ხოლო იმ საათებში, როცა ნაკლები განწყობა გაქვს, დაუთმე საქმე შედარებით რუტინულ და მარტივ საქმეებს. საკუთარ სივრცეში შეამცირე ვიზუალური ქაოსი. შეახსენე საკუთარ თავს ერთი მარტივი წესი. მოწესრიგებული სამუშაო სივრცე ქაოტურ ფიქრებს გაშორებს. ყოველდღე 5 წუთი მაინც დაუთმე ზედმეტი ნივთების მოცილებას, ფაილების ორგანიზებას, გასაკეთებელი საქმის წინასწარ განსაზღვრას. კვირის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალე სამუშაო გარემო. თუ სახლიდან მუშაობ, ხანდახან შეგიძლია სამუშაოდ კაფეში წახვიდე ან ბიბლიოთეკაში. ჩამოწერე შენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტები, სადაც სიამოვნებით შეძლებ იმუშაო. შესაძლებელია, როგორც სტანდარტულ სამსახურში, ფრილანსინგის დროს აღარ გიწევდეს ზუსტად 9-დან 6-მდე მუშაობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი გრაფიკი არ უნდა გქონდეს შედგენილი. დაგეგმე საკუთარი კვირა. არ არის აუცილებელი ყველაფერი სიზუსტით გათვალო, თუმცა უბრალოდ ის განსაზღვრე, თუ ამ კვირაში რა მთავარ მიზანზე იმუშაობ, მინიმუმ რომელი სამუშაო უნდა შესრულდეს აუცილებლად, რაზე მოგიწევს უფრო გრძელვადიანი მუშაობა, ვიდრე მხოლოდ ერთი კვირა. ასევე გამოყავი სამუშაოს დაწყებისა და დასრულების რიტუალები. დასაწყისში შეგიძლია პატარა ფურცელზდით ჩამოწერო 3 ძირითადი გასაკეთებელი საქმე დღის მანძილზე. მოусმინო რომელიმე საინტერესო პოდკასტს. სამუშაოს დასრულებისას კი შეაჯამო, თუ რა გაკეთდა და რაში გჭირდება მეტად გაუმჯობესება. ტვინი მაქსიმალურად მიაჩვიე კონკრეტული ჩვევების სისტემას, რომ მსგავსი რეჟიმი იმდენად ბუნებრივი გახდეს შენთვის, როგორც დილით ადგომა და კბილების გახეხვა. დაიცავი საკუთარი ენერგია ისე, როგორც ფული. ხშირად ფულს ისე ურთხილდებით, თითქოს ის ერთადერთი რესურსია ცხოვრებაში კეთილდღეობა გქონდეს. გეგвავთ ბიუჯეტს, ვაკონტროლებთ ხარჯებს, ზოგადად რამდენადაც შეგვიძლია და ვდებთ სხვა ინვესტიციებში, მაგრამ ასე უფრთხილდებით საკუთარ ენერგიას? მას გაუცნობიერებლად ვფლანგავთ სხვა არაფრის მომცემ აქტივობებში. დაიმახსოვრე, წარმატების მისაღწევად ენერგიულობა არის შენი ერთ-ერთი მთავარი კაპიტალი. ფული შეიძლება დაკარგო და ისევ იშოვო, ხოლო ენერგიის უაზროდ ხარჯვამ შეიძლება გამოიწვიოს გამოფიტვა, სერიოზული გადაღლა, შესაბამისად ვეღარაფერს შექმნი და გააკეთებ. მოდი შევადგინოთ ენერგიის შენარჩუნებისთვის შესაბამისი სისტემა. ჩვენ ხომ სისტემურად მუშაობთ წარმატების მისაღწევად. იცოდე შენი ეგრეთ წოდებული შემოსავალი და გასავალი, ანუ რა გაძლევს ენერგიას, ან პირიქით, რა გართმევს ძალიან დიდ ენერგიას. როგორი სამუშაო ფორმატი ხდის მეტად მოტივირებულსა და ენერგიულს და რომელი გფითავს. ჩამოწერე ეს ყველაფერი და გაანალიზე. შეწყვიტე პატარ-პატარა ენერგიის უაზრო ხარჯვა. მოიშორე თავიდან, უაზრო სქროლვა. ეს ემოციური გადაწვის პირველი წყაროა. მოარიდე თავი ტოქსიკურ დისკუსიებსა თუ არაფრის მომცემ დიალოგებს ჩათებში და სოციალურ ქსელებში. გადატვირთო გონება ზედმეტი ინფორმაციით, ხანდახან შესვენებები აიღე. ისწავლე აქტიური დასვენება. დასვენებას არ წარმოადგენს საწოლზე წამოწოლა და ტელეფონში ძრომიალი. ამის ნაცვლად სჯობს გაისეირნო, ბუნებაში გაატარო დრო, დახატო, კულინარიით დაკავდე და ასე შემდეგ. ენერგიის შესანარჩუნებლად საუკეთესო გზაა რეალურად შეაფასო შენი ამჟამინდელი შესაძლებლობები და რესურსები. არ აიღო იმდენად დიდი პასუხისმგებლობები, რაც შეიძლება შენს ძალებს აღემატებოდეს. ისწავლე არასთქმა ისეთ საქმიანობებზე, სადაც ამჩნევ, რომ არ ხარ ემოციურად ჩართული და უბრალოდ ძალდატანებით მუშაობ. დანერგე ეგრეთ წოდებული ენერგიის რეზერვი. არ დაგეგმო დღე ისე, რომ ყოველი წამი და წუთი გაწერილი გქონდეს. გაითვალისწინე, რომ შესაძლოა პატარა მოულოდნელობებიც გამოჩნდეს, რაზეც დრო და ენერგია დაგჭირდება. ასევე კვირაში რამდენიმე საათი ან დღე შედარებით სულუქად მიუდექი შენ საქმიანობებს. ეცადე მაქსიმალურად შეამცირო ღამეების გათენება და უძილობა. ეს ენერგიისგან დაცლის მთავარი მიზეზია. დაიმახსოვრე, სწორედ შენს ენერგიულობაზე დგას შენი შემოსავალი, კრეატიულობა, ურთიერთობები და მენტალური სტაბილურობა. მოიძიე იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებთანაც იზიარებ საერთო ინტერესებს.
თუ გინდა რომ გრძელვადიანად გაიზარდო, განსაკუთრებით კრეატიულ მარკეტინგულ ან ფრილანსინგ გარემოში, მარტო სიარული რთულია. ენერგია, იდეები და შესაძლებლობები ძლიერდება მაშინ, როდესაც გარშემო გყავს ადამიანები, რომლებიც ჩვენსავით ფიქრობენ, სწავლობენ, მოქმედებენ. აი როგორ უნდა შემოიკრიბო მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანები. სუსტად განსაზღვრე თუ სხვებთან რა საერთო ინტერესები გსურს გაიზიარო, რა თემაზე გინდა მათთან ისაუბრო, რა საერთო ღირებულებები გინდა გქონდეთ, რა პრობლემის მოგვარებაზე მუშაობთ. არ ისაუბრო ზედაპირულად, ვთქვათ მე ვეძებ სხვა მარკეტერებს, უფრო მეტად დააზუსტე შენი მიზანი. მაგალითად მე ვეძებ დამწყებ კონტენტ კრეატორებს, რომლებსაც აინტერესებთ კანვაში მუშაობა და სოციალური მედია სტრატეგიის სწორად დაგეგმარება. თუ ინტროვერტი ხარ და დიდად არ გიყვარს ადამიანებთან ხშირი კომუნიკაცია, ონლაინ სივრცეში ეძიე შენი მსგავსი ადამიანები, გაწევრიანდი სხვადასხვა ჯგუფებში, გამოიწერე შესაბამისი გვერდები და არხები, იაქტიურე ფრილანსერების პლატფორმებზე, დატოვე ხშირად კომენტარები, გააზიარე საკუთარი აზრი, დასვი შეკითხვები. შექმენი შენთვის მცირე, მაგრამ ღირებული სივრცე. შექმენი საერთო ჩათი, პატარა ონლაინ შეხვედრა დაგეგმე 2 კვირაში ერთხელ. მოიწვია ადამიანები ონლაინ დისკუსიაზე. მოაწყვე სხვადასხვანაირი ტიპის მარათონები კონკრეტულ თემატიკაზე. ადამიანები უერთდებიან არა მხოლოდ ინფორმაციას, არამედ ატმოსფეროსაც. იყავი ღირებული და არა უბრალოდ აქტიური. გააზიარე ღირებული რჩევები. არ დასვა მხოლოდ ზედაპირული კითხვები. გაუზიარე ადამიანებს საკუთარი გამოცდილება. როცა ადამიანები შენ სივრცეში ხედავენ რაიმე ღირებულს, ისინი მოყვებიან. ასევე შენ სივრცეში განსაზღვრე სწორი წესები. მიაჩვიე გარშემომყოფები შენს გარშემო პატივისცემას, ერთმანეთის მიმართ გამხნევებელ დამოკიდებულებას. დაგეგმე ერთად გასაკეთებელი პატარა საქმიან პროექტი, მაგალითად პოდკასტის ჩაწერა, კონტენტის შექმნა, რომელიმე წიგნის ანალიზი. ერთად გაკეთებული საქმე აძლიერებს კავშირს. და ბოლოს შეგახსენებ, რომ არ არის აუცილებელი ყველას მოერგო. შენი სივრცე ყველასთვის არაა. არ დაკარგო დრო ისეთ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებიც აუფასურებენ შენს იდეებსა და მიზნებს, უარყოფენ შენს ღირებულებებს. თუ გინდა გრძელვადიანი რეალური ურთიერთობების აშენება, აჩვენე ადამიანს, რომ ისინი მნიშვნელოვანი არიან. მოაწყვე ადგილი კოლაბორაციებისთვის, კლიენტების მოზიდვის წყარო შექმენი, მეგობრული ტონი შეინარჩუნე. მარათონის მე-7 დღე უკვე დასასრულს მიუახლოვდა. მოიწონეთ აუცილებლად ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისხილა კი, რომ არ გამოგრჩეთ მომავალი სიახლეები. აბა დროებით.